საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სერბეთში დღეს დასრულდება. რამდენიმე საათში მიხეილ ყაველაშვილს სერბი კოლეგა პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლებს. გუშინ კი მაღალი რანგის პოლიტიკური დისკუსიები შედგა. როგორია დღის წესრიგი და რა შეფასებები კეთდება? თათია ტაბეშაძე სერბეთიდან გვერდება. ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში ის ვიზიტს აშუქებს. თათია, გისმენთ. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ორდღიანი ვიზიტის მეორე დღე შეიძლება ითქვას, რომ არაპოლიტიკური თემატიკით იქნება ძირითადად დაატვირთული, მას მეგობრულ მასპინძლობას გაუწევს. დღეს სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში, აგრეთვე მიხეილ ყაველაშვილი ეწვევა ეროვნულ მუზეუმს და ეკონომიკურ პროექტსაც დაათვალიერებს, რომელიც არის იგლ ჰილსთან დაკავშირებული. აი ამ ორდღიანი ვიზიტის მნიშვნელობა მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი არა მხოლოდ პირადად მიხეილ ყაველაშვილისთვის, არამედ ზოგადად 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი ვიზიტი პრეზიდენტების დონეზე. როგორც იცის ჩვენმა მაყურებელმა, მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არის მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მათთან იყო საკმაოდ დატვირთული შეხვედრების დღე გუშინ, ანუ ვიზიტის პირველი დღე, რა დროსაც მათ შეხვდნენ როგორც სერბეთის პრეზიდენტი, აგრეთვე პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი. განიხილებოდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება, იქნებოდა ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო თანამშრომლობის ნაწილი. აგრეთვე გუშინდელი დღის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ორი პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია, რა დროსაც ისაუბრეს ორი ქვეყნის მნიშვნელობაზე, მათ შორის სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, შუა დერეფნის პროექტს და აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის მზარდ სტატისტიკას, ისაუბრა მოლოდინებზე, იმის თაობაზე, თუ რას მოიტანს სერბეთის და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება. შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ვიზიტით ორი ქვეყნის ურთიერთობები გადადის ახალ ეტაპზე. სიახლე არის ის, რომ საქართველოში გაიხსნება მომავალი წლიდან სერბეთის საელჩო, აგრეთვე გადაწყვეტილება არის პრინციპში მიღებული იმის თაობაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, ამის შესახებ მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს შევთავაზოთ ახლა დელეგაციის წევრების განცხადებები ვიზიტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული. შემდეგ წელს გაიხსნება სერბეთის საელჩო საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ახლახანს ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი ფრენები, უпроსტოდ დაიწყო პირდაპირი მიმოსვლა საჰაერო ბელგრადსა და თბილისის შორის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ტურიზმს ცალკე აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რადგან მოგეხსენებათ, რომ რელიგიური ტურიზმი ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც მართლაც აქვს განვითარების და პოტენციალი. ამიტომ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ აქტიურად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საბოლოო, ასე ვთქვათ, შეთანხმებაზე, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამიტომ ეს არის ისტორიული ვიზიტი. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი არის პირველი სერბეთში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში საელჩოები გაიხსნება საქართველოში და სერბეთში. აქვე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ამ ფორმატში უკვე დაწყებულია კონსულტაციები და მოლაპარაკებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს დელეგაციას დღეს აქვს არაპოლიტიკური შეხვედრები. ისინი დღის ბოლოს დატოვებენ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს. მედია ელოდება, რომ ისინი შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებენ. ჩვენ ამ ნაწილში ვრჩებით მოლოდინის რეჟიმში და შევთავაზებთ მაყურებელს უკვე შემდეგ გამოშვებებში. მადლობა თათია, სერბეთიდან თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.